აბა შენი თუ მალე ჩამოხო. კარგად აბაზარი. ბებო, კარგი. ჩამოვა მალე, ბებო, მალე. მიდი, ბებო, მიდი, ბებო, მიდი. მოვატოვოთ ყავა. მაღლა ვარ, დედასთან ალბათ ხედავთ კიბეს. სამზარეულო ჯერ არ დასრულებულა. წეღანი იყო მოსული ხელოსანი რაღაცები გააკეთა. უნდა დასრულებული იყო 20 თებერვალს, მაგრამ მოგეხსენებათ რა თვია და რა რიცხვი. შესაბამისად სრულ ქაოსში ვართ ისევ. მე დაგათვალიერებინებთ რა გაკეთდა და როგორ, რაც გაკეთდა კარგია, თუმცა ბევრი რამ არის გასაკეთებელი. ხო და ესე არ მინდა ნაწილ-ნაწილ გაჩვენოთ და მე დაგათვალიერებინებთ აუცილებლად. ესეთი ამბები ყავა მინდა დავლიო. დედიკო და მამიკო წავიდნენ მარიკოს გამოსაყვანად. ორა ჩაყრი. დაბლა არც შევსულა, ეგრევე მაღლა მოვედი. დედას ბარგი ჯერ არ ჩაულაგებია, თქვენ წარმოიდგინეთ. რასელოდება ვერ გეტყვით ოღონდ. თავის ჩალაგდება. ფარდა და კიდეს როგორც იქნა ვერ ვიტანო ფარდო სახლს, ანუ ძალიან დისკომფორტს განვიცდი ფარდო სახლში. ხო და მე რომ მივლაგდებით, ალბათ დაგათვალიერებინებთ აუცილებლად. ჯერ ძალიან ქაოსში ვართ. ფარდა დავკიდეთ. ხოთან ეს მაგეთ კარგ ბლოგს აქედა როგორ როდის გადავიხებ. მაგრამ ჯერ უნდა დაასრულოს, რა თქმა უნდა. ოდეს მე კიბე აქედან გავიტანოთ და არა მხოლოდ კიბე. წერის. ჯერ ისინი არ არის ამძვრალი. ცელოფნები თუ რა ქვია. ავეჯზე რო არ გავჭდეს. გავჭდეს კი არა, ძალიან რო დაიმტკოს. არის რაღაცა მონაკვეთი, სადაც უნდა შეიდგეს ხუმელი შესაბამისად მან კარი არ იქნება და რაღაცებია შეყრილი, ხა რომ მამა მარტივად იპოვოს მე რაღაცეები. ხო და ეს ერთმანეთს ვარ ძალიან მოგეწონებათ ჩვენი სამზარეულო. ძალიან ლამაზი და კუსკუსა სამზარეულოა. საკმაოდ დიდი. აი, ნერვები აღარ მაქვს. ამდენი გაცილება, ამდენი დახვედრა, ამდენი ჩამოფრენა, ამდენი გადაფრენა უკვე ემოციურად აი არ ვიცი რას მიშვება. ანუ დავიღალე ხალხო. დავიღალე, ამდენი გაცილებით დავიღალე. ამდენი დახვედრით დავიღალე. გზით კი არ დავიღალე, რა თქმა უნდა, ემოციურად, რომ გადის წლები, თვეები ვერ ნახულობ და მე ჩამოსვლა სტრესი ხო, ერთგვარი სტრესია, რა თქმა უნდა, სიხარულის ხო სტრესია, ჩვეულებრივი ოღონდ სხვანაირი ხო, ვიდრე ხა დრამის სტრესი. დავიღალე, ძალიან დავიღალე. აი ვინც ჩემს მდგომარეობაშია, ვინც ემიგრანტის შვილია, ყველა დამეთანხმება ეს რა არის. რაში გრძნება? ჩვეულებრივად მანგრევს ეს მდგომარეობა. მანგრევს. ეს დადიხარ, ხალო. მოიცა ცოტა წყალი მომიდა. ალი, ხალბატონობებია. ძალიან ცივი იყო, ხო? ძალიან. ხო. ხალბატონებებია გაგვიცივდა ამას სუპაში.
იმდენი არის გაყინულ იმაში რა ქვია. რავი ბებო აბა. იმდენი არის სოფელში საფლავებში წელამდე თოში ვაგერ გაცილებული აქ. ასე. დაუშვებულად გრძნობ თავს. არ ვიცი რა ემოცია უნდა მქონდეს, არ ვიცი. ვიცი, მინდა რომ დავწვდე ვიბღოლო, მაგრამ არ გამოვა. თავი ხელში ვიყვანო. ისეთ. ასე ხდება. მურა ბარ მომადო. ჰაი. მოვემზადოთ. ხედავთ უცინარი ვარ, მაგრამ მაინც გადასარევ ხასიათზე გახლავართ. უკვე დატენიანებული მაქვს სახე. ცოტა გამოვიფხიზლოთ თავი. დედა რა ლამაზი. ხო, ნუ ყავა დაუწერელ კანონებში შედის. არ იწერება თავიდან. ხო, ეს არის მესხური ტყლაპი, გიჟდები. აქ რო იყიდება რაღაც გაურკვევლობა, ეგეთი არ გეგონოთ მეგობრებო. ცელოფნის გემო რო აქვს და ისეთი თხელი რო ანუ აი არ ვიცი რაღაცა ნაგავი. ჩვენი მესხურია. მოდი ავიკაპიცოთ თმები. დავიყენოთ როგორც გვიყვარს ხოლმე. მერთო ეს პატარა ღაბები მომაშორებინა. ამ ბოლო დროს რაღაცა დილით ყავაზე შევჯექი და რატო ვერ გეტყვით. ეთი პერიოდი აღარ ვსვამდი, მაგრამ რატომღაც ორგანიზმი მთხოვს, აი ეს ბოლო პერიოდია რა. ზუსტად კი არ ვიცი რატომ მთხოვს, მაგრამ რას დავეძებთ. ეს გახლავთ თუთის. ძალიან შრომატევადი ამბავია, მინდა გითხრათ. ძალიან თუთის კრეფა, მერე ის ბევრი ეტაპი აქვს გასავლელი. თუმცა აქ რო რაღაცა წვენებით ჩამოასხამენ და გაახმობენ და გაურკვეველი გემოაქვს, რა თქმა უნდა, ვერც კი შევადარებ. ამ დონემდე შეურაცხყოფას ვერც კი მივაყენებ ჩვენს ჩემი კუთხის ადამიანების ნაშრომს. ეს პროდუქტებია, რომელიც გამოვიყენე. ხო და ჩაბარგების დროა, ჩაცმის დროა. ეს რამდენიმე დღე მქონდა იმის ფუფუნება დილით. ცოტა ხნით ჩამომჯდარიყავი ორშაბათიდან, რა თქმა უნდა, აღარ მექნება ამისი დრო. რა თქმა უნდა, ხელის დატენიანება არ უნდა დაგვავიწყდეს, იმიტომ რომ კანი მაქვს გეგონება, რა ვიცი. ღრუბელს მეორე მხარე რო ათქვეცით, უხეში აიგეთია დაახლოებით. არა და თითქოს ხშირად ვიტენიანებ და ცოტა ვერ გავიგე რატომ აქვს ასე მაინც ხელები. იმიტომ ხმარ რომ ხშირად წყალში მაქვს, მაგრამ ამ ბოლო დროს ხელთათმანით ვმოძრაობ, მაგრამ არ გეგონოთ ხალხო ხელთათმანი კარგი, იმიტომ რომ მე პირადად ძალიან მიხურებს ხელებს, მერე მაყრის თუ დიდხანს მიკეთია, ანუ გამოდის რომ არც ეგ არ არის გამოსავალი. უბრალოდ უნდა გაგიმართლოს კანში. სხვა არ ვიცი. ბაი. ხო, ეს უკვე სხვა ამბავია, სხვა მომენტია და სხვა დღე გახლავთ. ავკინძე კადრები, იმიტომ რომ ბევრი მქონდა გადაღებული, მერე ვერ დავდე, მერე ზოგი რაღაც ასე შემდეგ. წავისად კონტური, სახე უკვე მომზადებული მაქვს. პერანგიც გაუთოვებულია, მაგრამ რაღაც აკროვაკურდები მთლად კარგად არ არის. რო გითხრათ გიჟდები თქო ამ პროცესზე მოგატყუოთ, მაგრამ ხანდახან ვიცი ხოლმე ხალხო თავის გაგიჟება. აი ესე ავდგები გადმოყრი დავაუთვებ, რა ძალა გადგია შვილო, როცა დაგჭირდება მე რეკენი. ესე მჭირს ხოლმე ხანდახან. ხო, მირჩიეთ ტუჩსაცხი გოგოებო, რომელიც არ იქნება მატოვი, მინდა რომ პრიალებდეს ტუჩზე, ძალიან მომწონს ამ ბოლო დროს და ძალიან მინდა ასეთი ტუჩსაცხი. რაღაცა მატოვები აღარ მინდა, ცოტა დამღალა მატოვმა, იმიტომ რომ ძალიან დიდხანს ვიყენებ, როგორც იცით, მატოვს და ცოტა მგონი დავიღალე. ამიტომ გამიხარდება თუ მირჩევთ რამე ძალიან კარგს.
იმედი მაქვს აღმოჩნდება რამე ისეთი ჩემთვის შესაფერისი. იქნებ მირჩიოთ, მე რო არ ვეძებო და არ ვიკითხო და 500 კაცი არ შევაწყო. აი თქვენ იცოდეთ, რამე ძალიან კარგი, რო პრიალებდეს და აი ესე იყოს, ხო? ჩემი სასწაულის სუნამო, რომელიც არაერთხელ მირჩევია თქვენთვის და უკვე ვეღარც ვითვლი რამდენი ხანი ამას ვიყენებ. ჩემი საოცრება უკვე გავხსენი როგორც ხედავთ ის გამითავდა. ხო და საოცარი სუნი აქვს. ხო, ეს ჩანთა გახლავთ H&M-ის. ადრე მკითხეთ და ვეღარ ვიპოვე ის კომენტარი, გასაღები არ დაგვრჩეს სახლის. წავიღოთ. ეს დედამაჩუქა, ეს ჩანთა. გიშტები, ანუ ძალიან ლამაზია და აი ყველაფერს უხდება, ხალხო, ეგეთი არაფერი მინახავს. ყველაფერს. ხო, შიგნიდან შარფი აუცილებლად, იმიტომ რომ ყელზე არ მინდა შემცივდეს, რადგან მიდრეკილი ვარ გაციებისაკენ, უფრო ყელიდან ვცივდები. მიჩვენე რომ შიგნით კარგად მქონდეს ჩაფენილი, რომ არ გამიზღიზიანდეს ისევ ძლივს სიმწრით მორჩენილი ყელი. ხო და ჩავიცვათ, ეს ზუსტად ის დღეა, მარიკო რო გადაირია ბაღში წასვლას და დაიგლიჯა თავპირი. ეგ დღე უკვე ჩავლილია, მაგრამ ძალიან მძიმე ჩაიარა მაგ დღე. ჩაიცი კვანცა რატო სოზინო ფამდეს. ხო, კადრი უნდა ამეჩქარებინა, მაგრამ რაღაც არა ვაჩქარე და რატო ვერ გეტყვით. თვალი არ მეცეს უფალურა ლამაზი. აი მე გიჟდები, მე თვითონ რომ ვირთობ საკუთარ თავს, რა გავაკეთო. ანუ იმდენად გავხდი თქვენზე დამოკიდებული, რომ ტვინი მომართული მაქვს იმისაკენ, რომ კამერა უნდა მქონდეს მომართულ და გამართული, ესე რომ ვთქვათ. ხო და ვაიმე, ხალხო, 4 მეტრომანი, რომელიც დედა ხიდა ამ მცირე დროში, რაც აქ იყო და ყველგან ჩარიცხული აგოღონ ზოგან 3, ზოგან 5 და ზოგან 10 ლარი. იმიტომ რომ წავიდოდა და ავიწყდებოდა იყიდი და მე კიდე წავიდოდა და ამასობაში დაუგროვდა ამდენი, ხო და ახლა თქვენი მონამორჩილი დადეს და ამას ატარებს, იმიტომ რომ უფასო არ ჩამერიცხავს ამ თვეში. უფასოს ვრიცხავ ხოლმე რომ სამსახურში დავდივარ იმ პერიოდში. და ახლა რაღაც არ არის ჩარიცხული, არ ჩავრიცხე რატომღაც, ხო და კი გამოვიყენე აგერ მშვენივრად. დილა მშვიდობის დავდით სამსახურში. არ ვიცი უკვე მე რამდენი დილას ვიღებ და მე სხვა რაღაცები დავდე და ალბათ დღეს ავაწყო დილის მისალმებებს. ლოქს რაღაცა დილის ამბები უნდა დავარქვა. დღეს მარიკოს აქვს ზეიმი. ხო და მამამისი წაიყვანს დღესაც და შაბათიდან უკვე უნდა ვატარო. ნუ აი კიდევ კარგი რომ მე ავაყენე და გავამზადე. კონცერტის მოწყობას აპირებდა. უკვე აი სახე ყველაფერი ქონდა მაგისთვის გამზადებული. ხო და ველაპარაკე ასე ისე დედიკო ხო იცი ასე ნუ როგორც ხდება ხოლმე. ხო და რა ვიცი საბოლოო ჯამში ტირილის გარეშე გამომაცილა და ბევრი ხო არ ვისვი ამაში. ნახოთ. არ ვიცი გითხარით თუ არა ჩემს ტრილერის მაგიდას მოვიტანენ კვირას. არ მინდოდა მთოდ კვირას მოვიტანათ ახლა. არ მიყვარს ხოლმე თითქოს კვირას ასეთი ქაოსი და დალაგებები და საღამოს მოიტანე სავარაუდოდ და მაგრამ რა ვქნათ ესეა და კვირას მომიცუნსულებენ. ხო და ერთი სული მაქვს როდის დავალაგებ ჩემს რაღაცებს თქვენთან ერთად. მაგრამ პრინციპში და თქვა მე გუშინდელ ლოგში მგონი. გუშინდელ ჩაწერილ ვიდეოში რომელიც ჯერ არ დამიდია. ესე არ ჩანდა, მაგრამ კარგად ცივა. დაპალი. აღარ მინდა ზამთარი. მომაშურეთ. წამიყვანით სადმე თბილად გილას. აღარ მინდა თუ არც წვიმა, არც ქარი და არაფერი. გუში ბიძა ჩემი იყო ჩამოსული სოფლიდან და
იმხელა თოლიაო. ახლა არ გონია თუ რთმებაო დევს. ჩვენთან ხალხო სხვა დღეს მე ესეთი ყინვა იწყება ისევ რომ ფიზიკურად თოლი დაგნობას. ჰაი, მოგესალმებით კიდევ ერთხელ დილით მოგესალმებით, მაგრამ კიდე მისამება ყოველთვის საჭიროა. რამდენჯერაც ჩავრთავ დილით საღამოს თუ შუა დღეს ეს რანაირად მოქვს. როგორ ხართ გოგოებო? მიესალმედე, საყვარელო. გამარჯობა. როგორ ხართ? როგორ ხართ? დედა მაგას დიდი კოზე ვერ იპოვე შვილო? არ იყო დედა მაგაზე დიდი. როგორ ხართ გოგოებო? მოკლედ. დიდი მადლობა ყველას. ამდენი საოცარი კომენტარი. არც ერთ ჩემს ვიდეოზე თამამად შემიძლია ვთქვა რომ არ დაწერილა და ამდენი არც ლაიქი ქონია და არც ამდენი არ ვიცი ნახვა ქონია და არც ამდენი მონეტიზაციით გამომუშავება არ ქონია რაც ამ ვიდეოს. უღრმესი მადლობა ყველას კეთილი სურვილებისათვის. დედას ვუთხარ რომ ძალიან აქტიურად ჩაერთო ჩემი მაყურებელები და ძალიან მოეწონეთქო და გადაია ძალიან გაუხარდა. ხო და მადლობის მეტი რა მეთქმის ხალხო. მილიონი მადლობა თქვენ და ძალიან მიხარია. ძალიან. ჩემი საყვარელი ნუგა თან გავხსნათ. ისე ვარ უბედნიერესი რომ პარასკევია რომ მე არ მგონია რომ ჩემზე მეტად ეხლა ვინმე საქართველოში უხაროდეს რომ პარასკევია, არ ვიცი. ჭკუიდან აღარ გადასული, ძალიან მიხარია რომ პარასკევია. დილით კი დავლი ეყავა, მაგრამ ახლაც ხომ უნდა დავლიოთ. და მერეც უნდა დავლიოთ, მაგრამ იპოვედე, მოდი საყვარელო. ნუგა ძალიან მიყვარს, ეს შედარებით რბილი ვერსია, მეორეც მიყვარს უფრო მკვრივი, ყველანაირი მიყვარს. ისა? აქ მოდიდე და მიირთვინელა. თბილისში დღეს მზე გვაქვს. ახლა გაგანიან მზეა. რეალ მოხარული ვარ. ოღონდ ჯერ იოგურტი მიირთვი, კარგი? ჯერ იოგურტი. და მერე სხვა ყველაფერი. დადი, ნახე, სულ კომენტარებია. კაბაზე არ დაიწუწოდე. არა, მარიკოზე იმიყო. დღეს რა თქმა უნდა მე არ ვიყავი. ასე ხდება ხოლმე, როცა დედები მუშაობენ, ძალიან ბევრ ამას ვაკლდებით. გოგო, მიჭრებოდა კაპები. მას კაპები, შვილო. ბახში. ყავის მოყვარულებო. სუნთქვა მიჭირს საშინლად. უკვე დავიღალე. ამ სუნთქვითი პრობლემები დავიღა. პრობლემები კი არა მაქვს, აი პერიოდულად გამეჭედება, მე ისევ გამოვკეთდები კიდე ესე დაუსრულებლად. მოკლედ დედა რამდენიმე დღეში უკვე სამსახურში შედის. სულ რამდენიმე დღე აქვს რომ ცოტა დაისვენოს. ხო და გპირდებით ყველას რომ დედა რო ჩამოვა ბევრად დიდი ინტერვიუ შედგება. ძალიან ბევრი კითხვებით სავსე, აი კონკრეტული დაგეგმილი კითხვებით. ძალიან ნერვიულობდა რომ ძალიან ბევრი რამის თქმა მინდოდაო ისეთი ვთქვათ რაც ბევრად კიდე სხვა რაღაც საკითხები ხო არის კაცო მნიშვნელოვანი რა ესეც მაგრამ სხვა საკითხებიც მაგრამ უბრალოდ დროში ვერ ჩავეტიეთ სამწუხაროდ და შემპირდა რომ აუცილებლად შემდეგ ჩამოსვლაზე ყველა ჩემს კითხვას როგორიც არ უნდა იყოს პასუხს გასცემს და დარწმუნებული ვიქნები რომ ეგრე იქნება ხო და აუცილებლად გელით საკმაოდ დიდი და ვრცელი ინტერვიუ ოღონდ შემდეგ როდის ჩამოვა ვერ გეტყვით, მაგრამ ყოველ შემთხვევაში წელიწადში ერთხელ ჩამოვა და აუცილებლად გადავიღებ ვიდეოს. ძალიან მიხარია თქვენი კომენტარები, აი გული გამithვა და დავდნი და არ ვიცი რა გითხრათ.
ძალიან მიხარია და დიდი მადლობა. ნუ ამ ყველაფერმა აუდიტორიის გაზრდაც გამოიწვია სხვათა შორის ბარემ რო ვთქვათ. ხო და როგორ არ უნდა ვიყო ბედნიერი, ჩამივარდა გუშინდელი დღე, ანუ ვლოგი ასე ვთქვათ არ იყო გუშინ, როგორც იცით. ძალიან ვიყავი უცინარი, დაღლილი, ხო და მეთქი მოდი დღევანდელი დღე იქნება, ცოტა ჩემი საკუთარი თავის საქმის მეტი რა მქონა, მაგრამ ანუ ხო ხვდებით რა. და დიდი ლოცავ დავადეიხარ. დიდი მადლობა დედა. ხო და ეს უკეთესეთი აბები გოგოებო. აი მე ვეცდები რომ ეს შაბათი და ვიძინო და ვიძინო რა დე? ერთი ჩალი დამჩა თუ ერთი? საადე? აქ იუგურტში. 3. 3? არ გადმექცევა. დავლიო სანამ თავზე დავიმხე. ეჭიკა. არ ვიცი ხალხო. გუში მთელი დღე შეგრძნება მქონდა რომ ახლა უნდა შემოაღოს კარი დედაჩემ აი გუშინდელი დღე მქონდა სულ მოლოდინის რეჟიმი და დავაკვირდი რომ საღამოვდება დედაჩემს ველოდები ეს შიგნიდა და ჯერ ვერ გავითავისე რომ ჩაფრინდა. მოკლედ დღეს გავიარე გოგოებო ავერსში ვაიმე თვალები როგორ მეკავება ხალხო დედა ვაიმე ეხა შემოყოფინა რა და ის მომაფხანა. მოკლედ ვიყავი ავერსში გოგოებო მოდი ცოტა ხო არ გავწიოთ კამერა ახლა ძალიან დიდი გეგონება ის იყო რა ქვია კლაუდია შიფერი ისევ არ მიმსკდარი ეკრანს გოგო მე აღარ მქონდა პერსპირექსი სხვა ფერი მქონდა ანუ ესეთიც მქონდა მე სხვა ფერი მქონდა და ისევ ამ ფერზე დავუბრუნდი ის ფერი საშინლად აღარ მომწონდა აი არ ვიცი ბოლო პერიოდში რატო ვეღარ მოვიწონი არ ვიცი მოკლედ მაგრამ არ მომეწონა და გადავწყვიტე რომ ეს შემეძინა ახლა სამწუხაროდ ფაზეკლება არ აქვს ამ ეტაპზე ვიწყიდოს აპრიორად გითხრათ და ჯერ არ ექნება ეს პერიოდი ნუ მინიმუმ 1-4 დღე არაფერი არ ექნება ფაზეკლება ღირს 44 ლარი 51 ლარი 55 ლარი და რა ვიცი მოკლედ ძალიან ძვირი ხო და გამიმართლა ხო ისე უცებ ქულები მქონია იმდენი რომ გამიკეთდა 50%-იანი ფასდაკლება. ხო ნუ ვიყიდე 25 ლარად მოკლედ რა. ხო და ქულებით მოხდა ესე ფასდაკლება რომ 25 ლარი გადავიხადე. ძალიან კარგია. მოკლედ წერია სხვათა შორის რატო არ ვიცი მაგრამ ჩვევა მოსხალხო რამეს ვიყიდით თუ არა უნდა ამოვიღო და 5 გადავაგდო ბოლო პერიოდში მივხვდი რომ ეს არის სისულელე და არ უნდა გადააგდო შვილი 5 ჯერ უნდა წაიკითხო რა წერია ხო და იქ რაღაცებს ვეკითხებოდი დადი კიდევ დამცა რამე მაჩვენებდა კი მითხრეს რომ 5 წერია მოკლედ მე მქონდა აღარ არის და ისეთი მომენტი რომ ბანაობის მერეც აუცილებლად უნდა წამესვა რა კიდევ თავიდან და ახლა ამის ყოველ დღე ვიღებ შხაპს და აბა ეს რაღაც მინდოდა ანუ ვეღარ გავიგე რა და აი ძალიან ცოტა ავიჭერი ვეღარ გავიგე რა ხდებოდა მოკლედ იმ გოგო მითხრა რომ ზედაც წერიაო და ზოგადად ანუ ამის გამოყენება არ შეიძლება აი თქვათ ვიბანავე და მოდი მაინც კიდე წავისვი არა იმიტომ რომ ეს ბანაობის დროსაც ინარჩუნებსო თავის რატო აღებ დედი რატო საყვარელო და თავის თვისებებსო თავის შედეგსაც ასე რომ არანაირი ისაჭირდებაო ამას შემდეგ კიდე დაბანის მერე წასმა მე მქონდა 2 დღიანი და ეს ცოტა მეტიანია შემიძლია რომ 3 დღეც აწავისვა და ამის გამომგონებელმა გაიხაროს. იმიტომ რომ რამდენიმე თვე ოფიციალურად აი ამაზე ვზივარ. წინა პერიოდებში ის რო იყო მე რა ხდებოდა დღესასწაული იყო არ მახსოვს ოღონდ. ვერასკლეროზი მაქვს მე უბედურს.
არ მახსოვს მოკლედ. ძალიან კაი ფასდაკლებით ვიყიდე და ანუ მარაგი მქონდა. მარიკო თუ შეიძლება დედა რა? ვესაუბრებიდე? დაჯექი დედიკო თავის ადგილზე და მიერთვი. ხედავენდი არ უნდა ახლოს მისვლა. კარგი? შეყვა ეხლა თმა, კაცო რასაკეთებ? აი ასე გადაიწიეთ თმა. ნაჩვენე სახე მოაბრუნე ერთი წუთით რა. არ გაწუხებს ეს თმა რო ყვება პირში კაცო. ხო და მოკლედ კაი ფასდაკლებით ვიყიდე მაშინ და ეხლა მე ძალიან დამწოცა. მე ბაღში დაგვრჩა ამის ჩათასაც ვისამაგრებ და რაღაცები ყრდა მოუნელებლად ექცა. დედა შენ ხო შემპირდი რომ მე არ ვიტირებო და არ ვინერვიულებო რომ დაგრჩადე. ხო საყვარელი. ბოდიში ხო მოგიხადე დე რომ დაგვრჩა. დედა ხელები გაქვს აი შეხტიდა რომ გამოხვალ ისე. ხო და ესეთი ამბავი მოკლედ. არაფერს არ ქონდა ხა ფაზაკლება დიდად, ანუ ესეთ მოვლის საშუალებებს. და ზოგადად ძალიან გაძვირებულია ხალხო პროდუქცია თუ მემეჩვენება არ ვიცი, მაგრამ სასოცა მარიკო ერთი წუთით გადაბძანდი უკან. გადაბძანდი ახლავე უკან. რატო იჯღანები კამერაში დე? ჰა, შენ ხო იცი რომ არ მომწონს მე მსგავსი ქცევები. რატო იჯღანები დე? შენ ჩვენს მაყურებელს უყვარხარ დედა და უნდა გაეპრაჭო, გაუცინო, კი უნდა დაეჯღანო. თუ რა ვიცი, რაღაცას გაურკვეველს აკეთებ და რა ვიცი. რა კაცოა. შველეთ. ეს რანაირად. ხო და ძალიან გაძვირებულია პროდუქცია. არ რჩება მემეჩვენება, მაგრამ რაღაცები არის, რაც თითქოს არ ღირდა ამდენი და მივედი და ანუ ცოტა მეტი ღირდა რა. და როდემდე აპირებენ გაძვირებას მაინც ვერ გავიგე და ყველაზე ცუდი რაც აი უკვე ნერვებს მიშლის ეს არის ცელოფნების შენც გინდა ლაპარაკი ცელოფნების გაძვირების ამბავი. მამეთი გვანზე. აი აფთიაქებში ხალხო სადაც მილიონი ლარი ტრიალებს ალბათ რა ვიცი ძალიან სწრაფი აიმით როგორ შეიძლება რომ ესე აძვირებდეთ ცელოფნებს. სირა სიღორისაც თავისი ის აქვს იცით. დიდი თქორა დამთომრე. რა გინდა შვილო? ხო მინდა ლაპარაკი, მე შინგოდა ლაპარაკმე. შენც გინდა ლაპარაკი? ხო, აქვე მინდა ერთ კომენტარს გამოვეხმაურო გოგოებო, რომელიც 1-2 დღის წინ ვიდეოს ეხება. კომენტარი ეწერა რომ თუ ახლა მიყურებ მოკლედ მიხვდები ვიზეც არის ლაპარაკი მე არ ვიცი ვინ არის მაგრამ იშვიათად გიყურებ მგონი სულ ორჯერ გიყურებ თუ რა არ მახსოვს მოკლედ ძალიან იშვიათად მიყურებს ეს ადამიანი და მითხრა რომ შენს აუდიტორიასო რაღაცა შეურა იმედიაო ამ სიტყვითო შეურაცხყოფას აყენებო და ანუ ზრდელობისაკენ იმას მიქნა ზრდილობისაკენ ბოდიში მომიწოდა ესე რომ ვთქვათ რა ხო და თუ ახლა მიყურებ კომენტარიც დაუწერე მაგრამ რადგან ძალიან იშვიათად მიყურებს როგორც ჩანს არ უნახავს ან უბრალოდ გაატარა ვერ გეტყვით თუ მიყურებ მინდა რომ აი ეს კომენტარი განმიმარტოთ იმიტომ რომ მე ძალიან ვიცავ რაღაცა საზღვრებს ამიტომ ჩემთვის ახლა შეურაცხყოფა მიაყენე შენს აუდიტორიას ჩემთვის შეურაცხყოფელი ამიტომ ძალიან მინდა გთხოვოთ რომ სადაც ნახეთ აი ეგ შეურაცხყოფელი ჩემგან რაც იგრძენით ასე ვთქვათ მოთქვეს მაყურებელს მივაყენეთ ჩემს მაყურებელს უკაცრავად შეურაცხყოფა მინდა რომ აი ეს ადგილი წუთები დამიწეროთ საიდას ანუ სად მივაყენე მოკლედ ჩემს აუდიტორიაში შეურაცხყოფას და კიბეცინება და გაუგებრობაში ვარ მაგრამ ძალიან მინდა მოკლედ რომ იმიტომ რომ შესაძლოა რაღაცა ისეთი ვთქვი უნებლიეთ რომ ამით ვიღაცამ შეურაცხყოფად იგრძნო თავი და ამ შემთხვევაში აუცილებლად მოვიხდი ბოდიში თუმცა ძალიან მეეჭვება საბოდიშო მქონდეს საქმე მაგრამ არავინ არ ვიცით შესაძლოა ოცებ ისეთ სიტყვა გაგეპაროს შენ თვითონაც ვერ მიხვდე და ძალიან გთხოვთ რომ გამომეხმაუროთ რადგან იშვიათად მიყურებთ ალბათ შესაძლოა ვერც ნახოთ ეს ვიდეო მაგრამ დიდი ალბათობით კომენტარს ვაიც ნახავთ რომ ვიღაც ამას გიშვებათ რა გქცევთ
ამიტომ დაწერილი მაქვს კომენტარი. აგერდეთ იკო და ველოდები თქვენს პასუხს, იმიტომ რომ ცოტა გაუგება და წარმოუდგენელი ჩემს აუდიტორს შევეცდო მივაყენო. ხო და რა მომენტში იყო და რა მომენტში არ გესიამოვნათ რამე, მირჩევნია ხოლმე რომ დამიწეროთ, მე ვნახავ და იმის მიხედვით აუცილებლად გაგცემთ პასუხს. ახლა ცოტა დამნეული ვარ, არ ვიცი რა ეპიზოდზეა საუბარი და რაზეა, მაგრამ ვცდილობ ხოლმე ყოველთვის საზღვარი დავიცვა და როდის დავარღვე სიმართლე გითხრათ მე ვერ ვიხსენებ. ამიტომ გამეხარდება თუ დამიწერთ. აი მეთქე. თითქმის ზაკოს ვიდეო ლამის $4-მდე გამოიმუშავა ერთ დღეში და მადლობა. დიდი მადლობა. ხარია ძალიან. ხო, რაც შეეხება ამას, ეს უნდა ვეღარ დავასრულე. აუცილებელია გოგოებო, მე მაქვს ცუდი ჩვევა, რომ აბაზაინა გამოვალ თუ არა, უნდა ვიცე და წავისვა, რაც არის დაუშვებელი. არ აქვს შევე ხარ ექსონა იქნებოდა ფათუ ეს ჩვევა მაქვს. არ შეიძლება არაფრით. მოკლედ, როცა მიიღებთ შხაპს და უკვე გაგივიდეთ დრო და უნდა წაისვათ, ხო? აუცილებლად 1 საათი მაინც დაცადეთ, რომ გაშრეს კარგად. ჩემს იმას ნუ დაუშვებ შეცდომას და შემდეგ დაიტანეთ. გამოიყენეთ პერსპექტივი პროცედურიდან 48 საათის შემდეგ დაიტანეთ პროდუქტის მცირე რაოდენობა 2 წასმა, ანუ 1-2. მხოლოდ იმ ადგილას, სადაც თმა იზრდება, ანუ ისეთ ადგილას, ჩვენ რო ვიცით ხოლმე თლიანი მარიკო გადასმა, მასე ნუ ვიზამთ მოკლედ, ამას გვწერე. დილით 1 წუთით რა მარიკო ჩამოიბანეთ დილით. მე ვერ კითხულობ, შვილო ზედრომაზი ხარ. საპნით და წყლით ეფექტი გრძელდება ბანაობის დროსაც კი. მასთან ერთად შესაძლებელია ჩვეულებრივი სურნელოვანი დეოდორანტის ან პარფიუმის გამოყენება. ეს არ ვიცოდი. რომ არ დაიტანოთ პროდუქტის დიდი რაოდენობა, რადგან კანი გაღხაონო, ეს ვიცით. წარმოებელი ქვეყანა დანია. დიდი მადლობა. მათო მინდა რა პარაგი. ისაუბრე დედა. რა არ დამისვლები. ისაუბრე შვილო, ვიდა გიშალა. მიშველეთ. თმაზე ხელი ხო იცი რომ მე არ მიყვარს თმის საჩეჩვა დედა რა. კაფევინ დამშა საყურები, გაბეჭდები და სამაჯურები, მაგრამ არ ამსავს და მაგრამ ხვალ ჭამავიღებ. არ მენევნივლად ხვალ ჭავალ ბახში და აღარ ინენილებ. აღარ ენერგიულოთ ხო დედა დარდისგან აღარ არის შევჭათა დაგჭა ახლა დედიკო. ძალიან განიცადეს ხოთა შევსესაბა მეც კი. ხო ხვავდებარ ბიზოლისე გადვიცდი. რანაირი ხარ საყვარელო დე? ძალიან დაუცად. ვაიმე, ამის მონელება არ შემიძლია. ახალ შემიძლია რა. თელი ღამე ყველასთან სადაც დავრეკავთ, განიხილება ეხა რომ დაგვრჩა ჩანთა. ისიც მედო, ცელოფანი მედო რაღაცეები რა ვიყიდე და ეთყობა, მეგონა ჩანთა მომქონდა გზაში აღმოვაჩინე რომ არ მომქონდა. ხო, ამაზე მკითხეს რომ ძალიან პატარაო, პატარა არის გოგოებო, მაგრამ არ გეგონოთ რომ მალე თავდება ხალხო. იმიტომ რომ ამას ყოველდღე არ იყენებ რეალურად და ძალიან დიდხანს გიძლებთ, ანუ ჩათვალეთ, რომ აი აქამდე არა. აი ზუსტად აქამდე. ნუ ეს ხა თავია. ამიტომ პატარა არის, მაგრამ ძლებს, ეს რაც მინდა, ხა წავიკითხე როგორც იქნა. ოღონდ არ წამაკითხო და. ნახე გამოიყენება ქალებისთვის და მამაკაცებისთვის, ანუ ბავშვებისთვის არ შეიძლებაო, ეგ გულისხმობა. 3-დან 5 დღე, ეს ახლა ვიყიდე ცოტა გაძლიერებული გოგოებო,
3 და 5 დღემდე რომელიც ძლებს. თუმცა ეხა 5 დღე კი აწერია, მაგრამ შანსი არ არის. ეხა 5 დღემდე მივიტანო, ანუ არ არსებობს. ყოველ მესამე დღეს გავაგრძელებ ალბათ ისიც წასვლას, როგორც აქამდე ვისვამდი. და ესე იგი ამაზე შეგიძლიათ ოდნავ რამე შეისხუროთ, პარფიუმი ან რამე რაც გნებავთ, თუ გინდათ რომ ცოტა სურნელება გქონდეთ. მე ახლა პირადად ზამთარში არაფრის შესხმა გადასხმას არ ვაპირებ, იმიტომ რომ ისედაც ჰიგიენა ძალიან კარგად გრძნობ თავს. თუმცა ზაფხულში ალბათ შესაძლოა ცოტა მე მიბრძანდი საყვარელო.